გვანცაკველაძე იყო საკმაოდ კონფლიქტური ადამიანი. მე ზოგადად ვერ იდებოდი მასთან ურთიერთობას. მისი იმპულსური ხასიათიდან გამომდინარე, რამოდენიმეჯერ რომ მოგვიწია საქმესთან შეხება, ყოველთვის მისი რეაქცია იყო იმპულსური, ფეთქებადი, ამიტომ მისი ხასიათიდან გამომდინარე, მქონდა დაძაბული ურთიერთობებით ყველა თანამშრომლებთან და მე ვცდილობდი მასთან ურთიერთობა არ მქონოდა, ახლო ურთიერთობა მისი ხასიათიდან გამომდინარე. გვანცა ყოველთვის გამოირჩეოდა ძალიან განსხვავებული და ესეთი ცოტა ინტრიგნული გამოსვლებით. გვანცა არ ყოფდა ყველანაირ შინაგან წეს, არანაირ წეს არ ემორჩილებოდა. ქონდა თავისი გრაფიკი, თავისი რეჟიმი, თავისი სტანდარტები, ესე ვთქვათ. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მაინც აგრძელებდა. მივეცით, მიუტანე გამაფრთხილებელი ცნობა, რასაც ძალიან კატეგორიულად შეხვდა, გადადახია და საერთოდ არ განიხილა. მან დატოვა სამსახური ამ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად და შენიშვნის მიუხედავად, მაგრამ მე ისევ ბატონ რეზოსთან მოვიდა თხოვნით, რომ ძალიან ცუდ პირობებშია, ჭირდება ხელფასი, ანაზღაურება და ბატონმა რეზომ სამწუხაროდ დააბრუნა სამსახურში, რასაც მოყვა ძალიან ცუდი სკანდალი და რა ვიცი, ძალიან ცუდად აისახა ეს ყველაფერი რეზონზე. ქალბატონი იყო პროვოკატორი, სპეციალურად მაგისტრის შემოვიდა და ან ვიღაცა შემოაგზავნა, რომ მოეხდინა ეს პროვოკაცია და რომ გაჩერებული იყოს სტამბა და საწარმო და იმდენი ხალხი დარჩენილი იყოს უსაქმურად. ბაბუცა პატარაიას ადვოკატების მიერ დატრენინგებული გვანცაკველაძე მედიასთან ისე წარმოაჩენს სიტუაციას, თითქოს 3 წელი ფაშისტების კონცლაგერში მუშაობდა. ახლაც აი თვალებს რომ ხუჭავ წითელმაისური ანკას ვხედავ, რომელიც აი ჩემკენ უნდა წამოვიდეს. იმთენად დიდი იყო ეს, სახლში მარტო ვერ რჩები, ხან ერთი მეგობარი რჩება ჩემთან, ხან მეორე მეგობარი და არ არის ეს ჩემთვის მარტივი. არ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ, იცი როგორ მეშინია, დედას კეფცები პირველი განსაკუთრებული, როცა ეს მოხდა, სახლში მარტო ვერ რჩებოდი. როცა არ მეგულებოდა ვინმე დასარჩენი, რომ ჩემთან დარჩენილიყო და მარტო არ ყოფილიყავი, სოფელში მივდიოდი ხოლმე ჩემ რომ იქ მშვიდად დამეძინა, რომ იმდენად შიში მქონდა. ქუჩაში წითელმაისურიან კაცს რომ ხედავდი, რაღაც პანიკები მეწყებოდა და შიში მეწყებოდა. ჩემს სიზმრებში დღემდე არის, ხან ჩემი სკოლის დირექტორი არის სიზმრში, ხან ჩემი ყოფილი სადაც კი რაიმე წარსულში გამიკეთებია, სადაც კი მყოფილ ვარ, ყველა სიტუაციაში მესიზმრება ეს ადამიანი. გვანცაკველაძე თავის ჩვენებებსა და გამოსვლებში ცდილობს ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინოს. ის აცხადებს, რომ 2023 წლის 14 ივნისის შემდგომ მას გაუჩნდა განცდა თითქოს უთვალთვალებენ. ეშინია წითელმაისურიანი ადამიანების დანახვის, რადგან იგი ასოცირდება რეზო რაზმაძესთან და ამ პერიოდიდან იგი თითქოს შიშისა და სტრესის ქვეშ ცხოვრობს. გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანს მხოლოდ რამდენიმე წამიანი უთანხმოების შედეგად განუვითარდეს მსგავსი განცდები. თითქოს რეზო რაზმაძე მას სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას და მის მიმართ დისკრიმინაციულ ქმედებებს ახორციელებდა. სინამდვილეში ვითარება სრულიად საპირისპიროა და ამას ყველა მოწმე ადასტურებს. რეზო რაზმაძე გვანცაკველაძესა და თვითონ თანამშრომელს როგორც საკუთარ შვილებს ისე ექცეოდა, ფინანსურად ეხმარებოდა და სხვადასხვა ღონისძიებებზე დაჰყავდა. მათ შორის აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობას თავად გვანცაკველაძეც არაერთხელ იღებდა. მე ვარ ნინო კაკიაშვილი, შპს რეზონის მთავარი ბუღალტერი. უკვე 9 წელია რაც აქ ვარ დასაქმებული მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. თავდაპირველად 9 წლის წინ რომ მოვედი, არანაირი გამოცდილება არ გამაჩნდა ბუღალტრად მუშაობის და ბატონმა რეზომ დამასაქმა. ძალიან შემიწყო ხელი, ერთად დავაწყეთ ბუღალტერია კომპანიის და დღემდე მიწყობს ხელს ყველანაირად. ძალიან მიყვარს ეს გარემო, ვგრძნობ თავს როგორც საკუთარ ოჯახში. ძალიან დიდი ხანი გვაქვს, ბევრი რაღაც გვაქვს გავლილი ერთად ამ კომპანიასთან და მუხარული ვარ, რომ ვმუშაობ ამ კომპანიაში. ამ კომპანიაში მუშაობა ძალიან მიხარია და ყოველდღიურად აქ მოსვლა არის ჩემთვის დიდი დღესასწაული. კოლექტივი არის იმდენად კოლეგიალური, რაც ბატონ რეზოს დამსახურება არის, რომ ყველა თითოეული თანამშრომელი თავს გრძნობთ როგორც საკუთარ ოჯახში. ყველაფერი ისე მედის, აი ყველაფერია მეგობრობაში რაც ხდება, ყველანაირად. ყველაფერი ისე არის, როგორც სამსახურში ჭირდება და მეგობრობა ჭირდება. ბატონი რეზო არის ბრწყინვალე ადამიანი, ბატონ რეზოსთან შეიძლება მამაშვილურად ლაპარაკი ყველაფერზე ანგარიშის გაწევა იცის. თუ რამე გვჭირდება, ყველაფერს აკეთებს ისე, როგორც ჩვენ გვინდა, ჩვენ პირობებთან შეთანხმებით და ხელის შეწყობით.
რა ვიცი, არანაირად არ შეიძლება ამ პიროვნებაზე ზედმეტის თქმა. ძალიან კარგი ადამიანი არის. სტამაში მუშაობ პრეპრესის თანამდებობაზე. რაც დიზაინიც ეხება, ანუ ფაილების მომზადება, მოწესრიგება და საბჭოთა გამზადება. 3 წელი ამ კომპანიაში მუშაობ. ძალიან კაი პირობებია. მეგობრული ოჯახური გარემო გვაქვს. ბატონი რეზო, რავი, თანამშრომლების მიმართ ძალიან ოჯახურად მეგობრულად არის დამოკიდებული. ხელშეწყობა ნებისმიერი სახის არის ბატონ რეზოსგან. შპს რეზონში მუშაობ 2009 წლიდან. ბატონი რეზო არის ძალიან კარგი ადამიანი, ქველმოქმედი ადამიანი, ეხმარება ყველას, ყველა თანამშრომელთან არის მამაშვილურად. პირადად მე ვარ შემწრე ბატონი რეზოს სიკეთის, ჩემი მეგობარი, რომელიც ასევე მუშაობდა შპს რეზონშიც, გახდა ცუდად. მუცლის ტკივილით ბატონმა რეზომ გადაიყვანა საავადმყოფოში. აღმოაჩნდა, რომ ჰქონდა ბრმანაწლავი გამსკდარი. ოპერაციის ფინანსების ფული არ ჰქონდა ჩემს მეგობარს და ოპერაციის მთლიანი თანხა გადაიხადა ბატონმა რეზომ თავისი სახსრებით. გამოჯამრთელების პერიოდშიც ასევე ყველანაირად ედგა გვერდში. ბევრი სიკეთე მახსენდება ასევე ჩემ მიმართ, სხვა თანამშრომლების მიმართაც. ყველანაირად მიწყობს ხელს. ხანდახან არის შემთხვევა, რომ ისე ხდება, რომ გვიან მიწევს სამსახურში მოსვლა და ამაშიც ანალოგიურად ყველანაირად მიწყობს ხელს.